მებონო ცუბიძე და ოთონ ემსაძე. მაშინ ზარავი ხმა. დრო გავიდა. დრო გავიდა? კი. რა ცოტა დროს მაძლევ? ცოტა დრო გაქვს. რატო ხელები ბიჭო? მაქვს პასუხი. ეს წლები არის ჩემი ყველაზე ცუდი მხარე. აი გეხმურები, ნუ მიყურები ეგრე. ელვისებური სისწრაფით განვითარდა მოვლენები ჩვენს თამაშში, მაგრამ ჯერ კიდევ ერთი საქმეა გამოსაძიებელი. მოგესალმებით ძვირფასო ხალხო, ეს არის შემეცნებითი შოუ მაძიებელი, რომელშიც ჩვენ საქართველოს ისტორიას ვიძიებთ. მე სანდრო ლორთქიფანიძე ვარ და დღევანდელ ეპიზოდში ჩვენი მაძიებლები იქნებიან მებონო ცუბიძე და ოთონ ემსაძე, ადამიანები, რომელსაც ფართო საზოგადოება იცნობს საკუთარი მუსიკალური შემოქმედებით და ევრისთვის საყვარელი მომღერლები, მუსიკოსები არიან ისინი და ამჯერად ერთმანეთის ვიზავები იქნებიან, თვალთვალში გაუყარეთ ერთმანეთს, შეგიძლიათ. მათ შორის ოთო ჩემი საყვარელი ქართველი მომღერალი არის. და მათ შორის, რა თქმა უნდა, მებო ჩემი საყვარელი ქართველი მუსიკოს შემსრულებელ ავტორია. ხალხო, ისტორიასთან რა დამოკიდებულება გაქვთ? იცი რა, მე წარსულში კი ხო არ მიყვარს, მე მომავლის კაცი ვარ რა. მაგრამ მე გულს აი ხუმრობის გარშემო ვთქვა, მე სულ მაწუხებს, რომ პირველ ჩემ თავზე ვამბობ ხოლმე, რომ კარგად არ ვიცი ქვეყნის ისტორია. მეც. ეს გადაცემაც იმისთვის იქნება, რომ საქართველოს ისტორია უფრო უკეთ გამოვიძიოთ, გავიგოთ ბევრი საინტერესო ამბავი და მგონია, რომ კონკრეტულად ამ ეპიზოდიდანაც, გარდა იმისა, რომ ითამაშებთ და ვიღაც მოიგებს, ვიღაც წააგებს, თქვენ ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ. მოდი თამაშის წესებს აგიხსნით უცებ და მაყურებელსაც გაუმეორებ. 3 რაუნდს თამაშობთ და თითოეულ რაუნდში მაქსიმუმ შეგიძლიათ მოიპოვოთ 8 ქულა. პირველი რაუნდი არის დოსიე, რომელშიც მე 2 დოსიეს წარმოგიდგენთ საქართველოს ისტორიაში ცნობილი 2 ადამიანის შესახებ. მინიშნებებს მოგცემთ რიგრიგობით, რთულიდან მარტივისკენ, თუ პირველი მინიშნებით გამოიცნობთ, მიიღებთ 4 ქულას, მერე 3 ქულას. ანუ აქ ადამიანია გამოსაცნობი და არა ფაქტია, მოვლენა და რაღაც არ არის პირველი. ეს არის პირველი რაუნდი. მეორე რაუნდში ასევე 2 შეკითხვაზე ვითამაშებთ, ეს იქნება 2 საქმე. საქმე იმიტომ ქვია, რომ ამჯერად საქმე ეხება მოვლენას და ისტორიულ ამბავს, ისტორიულ ფაქტს, ხო? და ქულების განაწილება აქაც ანალოგიურია. თვითონ მინიშნებებს აქვს სამხილების ფორმა. ანუ ეს შეიძლება იყოს ნივთი, ფოტო, ვიდეო, აუდიო, ტექსტი და ასე შემდეგ. და მესამე რაუნდი არის ვერდიქტი. მე გეტყვით 8 ფაქტს ისტორიიდან და თქვენ უნდა მიხვდეთ რა მოგატყუეთ და რა არა. შეგვიძლია დავიწყოთ, იმიტომ რომ ვინც ეძებს, ის იმარჯვებს. მოდი გავარკვიოთ პირველ რიგში ვინ დაიწყებს. აი, აქვე მიხდები რა. აი, აქვე მიხდები. ხო ხდები? ერთიანი თუ გერბი მაშინ. შენ რომელი გინდა? და მივხვდები. გერბი. ერთიანი. თანახმარ ერთიანს. გერბი. მე ვიწყებ. კი, შენ იწყებ. პირველი რაუნდი არის დოსიე და მოდი ვითამაშოთ პირველი დოსიე. ჩვენი პირველი დოსიეს პირველი მინიშნება. მაშინ ზარავი ხმა. ეს არის პირველი მინიშნება, მეგობრებო. გეცნობათ აშკარად. ხო. ხო ქართველი არის. ქართველი აუცილებლად ოთო გაიკეთე ყურსასმენები. ვა, ლეონარდო და შენ იწყებ ახლა მაძიებლობას. კი, ხვდები. უკვე დავიწყო თუ ვიტროვიუსის ადამიანია ლეონარდო და ვინჩის. მოიცა რა, რითი შეიძლება ეს დავაკავშირო, რომელიმე ქართველი შეიძლება იყოს შინაარსობრივი კავშირი, შეიძლება იყოს ასოციაციური, შეიძლება იყოს, რა ვიცი, რაღაცა იცოდე ეგრევე დავდებ. საერთოდ ეხა ვერ ხვდები ვერაფერს. კაი, დროც ამოიწურა და ანუ არა, დავიმახსოვრებ და მეორე სამხილს დაველოდები თუ იქამდე ოთო არ გამოიცნო. მოусна? შენი ჯერია ოთო, შეიძლება იყოს შინაარსობრივი, შეიძლება იყოს ასოციაციური კავშირი, მაგრამ ქართველი ადამიანი. ორი ვერსია მაქვს ამასთან დაკავშირებით. ერთი ვა, საინტერესოა. ადამიანი რა. ადამიანი. yes. რა, შეგიძლია მითხრა. ნუ პირველი რა შევხედე ხსანამ ამას მეტყოდი ფოთოლაზე დავედი და გახსოვს მე ვინ არის მაგის ნატურა? ხო და შეიძლება არ მახსოვს ვინ არის ნატურა, მაგრამ ძალიან კარგ ფორმაში იყო ჩვენი ვახტანგ ჭაბუკიანი რა. და რაღაც ათლეტიზმი. ათლეტიზმი იმიტებს. დრო ამოიწურა, ჯერ არ აფიქსირებ არც ერთ ვერსიას. ეს არის ქართველი ადამიანი. ქართველი ადამიანია, შეიძლება იყოს ძველი ისტორიული პირი, შეიძლება თანამედროვე, ნუ მოკლედ საქართველოს სახე. კაი, დრო გავიდა. დაველოდოთ მეორე მინიშნებას. მეორე მინიშნება უნდა მოგცეთ, რომელსაც აქვს სამხილის სახე, მეგობრებო. ამიტომ ეს გახლავთ მეორე მინიშნება.
ჟიულ ვერნი ხომ? ეს რომანიც ორივე მიცით. მებოს აქვს ამ რაუნდში უპირატესობა, ამიტომ ოთო გაიკეთე ყურსასმენები. მიხვდი უკვე? არ ვიცი. არა, ეგრე ვერ მიხვდები. მოიცა. ეს რა მოგზაურობა დედამიწის გარშემო ჟიულ ვერნი იმსჯელოთ. ქართველი ვინმე ქართველი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი? ვინმე ქართველი ფენტეზი მწერალი? არ ვიცი, შეიძლება მაგ კუთხით უკავშირდებოდა, შეიძლება სხვა კუთხით. ფრენა ვა დრო გავიდა. დრო გავიდა? კი. რა ცოტა დროს მაძლევ? ცოტა დრო გაქვს. არ მაქვს ვერსია. ცხოვრება მოკლეა. არ მაქვს. არ გაქვს ვერსია. არ აქვს ვერსია, ამიტომ შენ ჯერია რომ იმსჯელო ამ საინტერესო სამხილზე. იცი რა არის? შეიძლება ძალიან სულელური რაღაც თქვა, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს რომ აი ამ ადამიანთან რომელიც არის რაღაც გამძლეობის ბევრი რაღაცის ეს ვიტრო სიმბოლო იყოს ჩვენი ველოსიპედისტის ცნობილი ვინ? ჯუმბერ ლეჟავა, რომელიც იმოგზაურა დედამიწის გარშემო. საინტერესოა. მაგრამ ანუ რაღაც ათლეტიზმის სიმბოლო და 80 დღე დედამიწის გარშემო. ნუ ჯუმბერ ლეჟავამ ბევრად მეტი იმოგზაურა ჩვენ დედამიწის გარშემო ველოსიპედით, მაგრამ რაღაც დედამიწის გარშემო ამასთან დრო ამოიწურა. დააფიქსირე? დააფიქსირე. დააფიქსირე. კეთილი. ამოიცნო? მოიხსენი ყურსასმენი, დააფიქსირა ყოველ შემთხვევაში თავისი ვერსია, დაინახა შეიძლება ვიცი რა ვერსია არის? ვიტრუვიუსის. არა, თუ არასწორია. კაცი არის ეს ეგ? კი, ვიტრუვიუსის. თუ არასწორი არ მეთქვი, ხო? ხო, რა თქმა უნდა, რომ არ გამოგირიცხო, იმიტომ რომ იქნებ იგივე თქვა. არა და მეთქი. ეს ადამიანი თავის ყველაზე ცნობილ ფოტოზე ზუსტად ესე დგას. არ ვიცი რომელ ქვეყანაშია ეს ფოტო გადაღებული, მაგრამ ეს არის ჯუმბერ ლეჟავა. ჯუმბერ ლეჟავა ყველაზე ცნობილი ქართველი მოგზაური, რომელიც 3323 დღის განმავლობაში მოგზაურობდა დედამიწის. ეგ ფოტო არ მახსოვდა, მაგრამ მე სხვა რაღაცა იცავდი რა. აუ, ეგ ფოტო გამახსენე. არა, ეგ ერთი მხრივ მინიშნება, მეორე მხრივ ათლეტიზმი, გამძლეობა. და ბრავო თუ რა. და მოგზაურობა. 3-0? 3-0 ხდება პირველი რაუნდის შემდეგ და ითამაშია ბიჭო, მაგრამ მოწონს. გამომძიებლობა, ხო, კაია. მივხვდი, ეხლა რა ცუდი გამომძიებელი იქნებოდა. ანუ მაინც და მაინც ხელოვან ადამიანს დავიწყე ფიქრი რა. არა, ასოციაცია, აი ყველანაირი, იმიტომ ყველაფერი ირიბი პირდაპირ. კაი გითხოვი. კაი, ძალიან სანამ მეორე დოსიეზე გადავალთ, მოდი ნახოთ. გამახსენდა რა, კაი. სხვათა შორის, ხო, მიუხედავად იმისა, რომ აქ მუსიკოსობის ნიშნით არიან მებოდაოთა, ორივე რასადროდისაც თამაშობს და მაგრამ ნაკლები წარმატებით და გამარდგათ. ამიტომ მუსიკაში წავედი. სადაც ვარ კარგად ვარ. სანამ ესენი ლაზღანდარობენ, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ვიდეო რგოლი, რომლიდანაც ჯუმბერ ლეჟავას შესახებ უფრო მეტს გავიგებთ. ჯუმბერ ლეჟავა, გინესის მრავალგზის რეკორდსმენი, მსოფლიო სპორტსმენი, მოგზაური დიპლომატი, გაეროს კეთილი ნების ელჩი. 48 წლის ასაკში უმძიმესი დიაგნოზით საავადმყოფოში ხვდება. ექიმების სიკვდილს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ოპერაცია მაინც უტარდება. 4 წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ ინტენსიურ ვარჯიშს იწყებს და გინესის პირველ რეკორდს ამყარებს აზიდვებში. მალე ვარჯიშის საკუთარ სისტემას იგონებს და რეკორდს აუმჯობესებს. 54 წლის ასაკში ველოსიპედით მსოფლიოს გარშემო იწყებს მოგზაურობას. 3323 დღის განმავლობაში სტუმრობს ყველა კონტინენტს და წერს 7000 გვერდიან დღიურს. სიცოცხლის ბოლომდე მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს და სხვებსაც აძლევს ამის მაგალითს. ასე და ამგვარად მეორე დოსიე უნდა ვითამაშოთ, ოღონდ ამჯერად ოთოს ექნება პრივილეგია, რომ პირველმა დააფიქსიროს თავისი ვერსიები. გადავდივარ ჩემს სეიფში. აქ იმდენი რამეა. შავი საქაღალდე საშიში. შავი საქაღალდე. რომელშიც რაღაც ბალერინი ჭაბუკიანი. თავიდან ჭაბუკიანის ვერსია ყო. მეგობრებო, მეორე დოსიეს პირველი მინიშნება. კაი. მე ბოყურსასმენები. ორი წამი შევხედო. შენ გეკნება ახლა დიდი ხნით. გაიკეთე ყურსასმენები. ოთოს დრო წავიდა. ამას ხელები არა აქვს, ამას ხელები აქვს და
რატო ხელები ბიჭო? რა არის საერთოდ აბა დააკვირდი ეს არის ადამიანის რაღაცა რა არის საერთოდ ასახული ზედ მასე მეოდაკი ეს ხელებით ესე დგას, ხო? ხელებით ესე დგას. ამასობაში მინდა გითხრა რომ დრო ამოიწურა და შეგიძლია განაგრძო შემდეგ მინიშნება ეს ანუ ადამიანია ეს? ადამიანი კი ბატონო ჯერ წარმოდგენა აქვს. ხო, ნუ პირველი მინიშნება რთულია. აუ, მე მგონი ეს 4 ქულაზე აპირებ გარისკვას? არა. მე მგონი თუ გეცნობა? არა. რამე ის ხო არ არის თქო? რა. მაინტერესებს ძალიან პირველი რაც გამახსენდა პროსტა. ხო. ბათუმში რო ქანდაკება არის. ალიდან ხო, ვიფიქრე რაღაც ეგ ხო არ არის ესე, მაგრამ არა მგონია ეგ იყოს. ეს უბრალოდ ანფასი და პროფილი. ხო და 3 სანტიმეტრი რას გვეუბნება მაგას. მაინტერესოა ეგაც რას გვეუბნება. 1 სანტიმეტრი აქვს, 3 სანტიმეტრი აქვს. დრო გავიდა. ხო, არა, ანუ დავტოვოთ სამხილი ადგილზე. მეგობრებო, მეორე მინიშნება უნდა მოგცეთ. ვა, რა? მეორე მინიშნება არის კომპლექსური. საქართველოს რუკა? თუ სოფლიო რუკა, რომელს გაჩვენებ? ამას გაჩვენებთ. საქართველოს რუკა. აი ესე. დავდებ. მოიცა, ეგეც არის, ანუ ეს. კი. ამბანი? დავდებ. და მე მოგაიკეთე ყურსასმენი. ვა. ეს ადამიანი იყო მღვდელი, ანუ სასულიერო პირი აშკარად. არ ვიცი. ეს სამივე არის მეორე მინიშნების ნაწილი. საქართველოს რაღაცა მთლიანობის რაღაცა იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი აშკარად და იყო ექიმიც. ექიმი რატო? აბა, არ ვიცი ეს რაღაცა. ნახე, ეს არის პირველი მინიშნება. ეს სამეული არის მეორე მინიშნება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იყო ეს ადამიანი. დრო გავიდა. არ გაქვს ვერსია. არა. კარგი, გაიკეთე ხურცასმენები. შენ ჯერია მებო. შენს გაგიმეორებ თავშივე ერთს. ეს არის პირველი მინიშნება. ეს არის მეორე მინიშნება. ქრისტიანობა საქართველოს შემოტანა, მაგრამ იმას ვერ ვაკავშირებ ვერაფრით. ანუ ამბანსაც ვერ ვაკავშირებ. ქართული ენა, ფარნავაზი, წმინდანი. ჯერ ეს სამი დააკავშირე ერთმანეთთან. ეს სამი. ხო? რო არ დაიბო. ეს ნუ საქართველოს ქართული ენა მაქვს პასუხი. უკვე? კი. რატო ჭავჭავაძე? რატო? ენა, მამული, სარწმუნოება და ეგრე მოკლესალდათ. არ ვიცი. თემეშალა ხო? და ამაზე რა არის ასახული მაშინ? მოკლედ ჯერ მითხარი აფიქსირებ მაგ ვერსიას. აი, ეს არის ენა, მამული, სარწმუნოება და ეხა შეიძლება რომ ხო, ანუ ენა, მამული, სარწმუნოება და შეიძლება რომ კვლელი არის, ანუ და არა ილია ჭავჭავაძე, ანუ ვინც არა, მოდი ილია ჭავჭავაძეს ვაფიქსებ, ვისკავ რა. ილია ჭავჭავაძე. კი. დააფიქსირა მეგო თავისი ვერსია. თუ არასწორია, შენ გექნება ბურთი და მოედანი. თუ სწორია, ანგარიში გათანაბრდება. ენა, მამული, სარწმუნოება და ფოტორობოტი, რომელზეც აღნიშნულია სად მოარტყეს ტყვია ილია ჭავჭავაძეს. ეს სწორი პასუხი. ანუ პირველი ფოტორობოტი აიმას ვერ მიხვდებოდი შენ. ვინმე მიხვდება რა? ეს არის ილია ჭავჭავაძე. არა, რთულია, მაგრამ შეიძლება თუ მიხვდი რომ ეს ტყვის ტრაექტორია, მე იფიქრო ვინ მოკლეს ეგრე რომ ვერ გავედი საერთოდ. ტყვის ტრაექტორიად ვერ მივხვდი. ტყვის ტრაექტორია აქ ასახული ზუსტად. მაგრამ ხო, მაგარი კითხვა. ხო, მაგრამ ეგ არ ვიცოდი საერთოდ, ანუ ვიცოდი რომ მოკლეს უბრალოდ ილია. სადესროლეს თავში რომ ესროლეს ვიმახ. ეს კარგი იყო. შემდეგი მინიშნება მინდა რომ გაჩვენოთ, ეს იყო შემდეგი მინიშნება. 20 ლარიანზე. ხო. ასოციაციურად. ხო, მაგრამ როცა ძლიერი მოთამაშეები არის, მესამე მინიშნება არ ესეჭა. კი, და ბოლოს უკვე უნდა მეჩვენებინ. ილუცოზე მაგაცი. ანუ სამქულებზე თამაშობ, ბოლოს ეს უნდა მეჩვენებინა რა უკვე და ყველაფერი გასაგებია. მინდა წაგვიყვანდი და ის არ დავეფ ჩაგვიყვანდი კიდე და 3-3 მეგობრებო 3-3 ილია ჭავჭავაძეს საქართველოში ეს ნაღდი $20 არის? კი. ოღონდ არა შენი.
ბიჭო, აი სუხელი გაგირდის რა, აი სუხელი გაგირდის. არა, ვიკითხე უბრალოდ. ეს ძველია, 91-მდე გამოსულია და ნაკლებად იბარებენ და არ გირდის რა. სავალუტო აქვს. მოდი ვნახოთ ვიდეო რგოლი და გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე. 1827 წელს გადამდგარი ოფიცრის გრიგოლ ჭავჭავაძისა და მარიამ ბებურიშვილის ოჯახში ბიჭი იბადება. გაივლის წლები და ახალშობილს ერის მამას შეარქმევენ. პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ სათავეში უდგება თერგდალეულთა თაობას და იწყებს ბრძოლას რუსიფიკაციის წინააღმდეგ. მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში. აარსებს გაზეთებს საქართველოს მოამბე და ივერია. წერს პუბლიცისტიკასა და მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებშიც აქტიურად ავითარებს დასავლურ იდეებს. მალევე აფუძნებს სათავადაზნაურო ბანკსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. 1907 წელს ილია ჭავჭავაძეს წიწამურთან კლავენ. თითქმის 1 საუკუნის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მას წმინდანად რაცხავს. კეთილი ხალხი ხართ გეტყობათ სახეებზე და კეთილად უნდა გავაგრძელოთ. მოხდეს თუ ვიცნო ბიჭო და ბოროტები ხო არ ეხა შეგატყვეთ სხვათა შორის აქამდე არ ვიცოდი. მეგობრებო, მეორე რაუნდზე გადავდივართ. მეორე რაუნდი არის საქმე და ამჯერად უნდა გამოვიძიოთ საქართველოს ისტორიიდან ცნობილი მოვლენები. ამიტომ ამისთვის მოემზადეთ. ამჯერად ისევ მებოს ექნება გამოცნობის უპირატესობა. მეგობრებო, ჩვენი საქმის პირველი მინიშნება. ეს პირველი მინიშნება. ვა! გაიკეთე ყურსასმენებიო, ის წინ გაიკეთე ყურსასმენები, შენ რა ვიცი, რა გაგინათა. მოდი გავრისკავ რა. ეს არის რა ქვია, დობის წინ და ანუ ელფით გათავისუფლდა და ბანაკობის გაუქმება საქართველოში. მოიხსენე. შენ გაქვს რამე ვერსია? ანუ ადამიანი ადგა არც იმსჯელა და არა, ეგრე მგონია, არ ვიცი, გავრისკავ, მინდა რომ გავრისკავ. არა, ვერსია არ მაქვს. დობი, როდესაც ჰარი პოტერმა გაათავისუფლა, მოგეხსენება, გადაუდგა ტომ რიდლის დღიურიდან წინდან და ის მალფოებისგან გათავისუფლდა და ეს არის ბატონყმობის გაუქმება საქართველოში, მებოს ფერიული თამაში საქმეში და პირდაპირ 4-ქულიანი ფერიული თამაში. ყოჩახ ნამდვილად. ვისკი რა, ვინც არ ვისკავს ისო შამპანიოს საღამოს არ მიდის რესტორანში. ბრავო. მოდი ხაში. 7-3 ხდება ანგარიში ამ 4-ქულიანი გარღვევით, რაც მე განახორციელა. რა ვიცი, ანუ მთელი ამდენი მასალა მე მაინც მინდა იქ რაღაც მაგრამ დობის მე ხანჯალი მიაყოლეს და ზოს პორტალში. ამას მოუკარი თვალი და ვიფიქრე რომ ეს არის ბატონები. იცი რა მეგონა? საქაღალდინა რო ჩანდა, მეთქი ბიტლზი ხო არ არის თქო 4 ტიპი რო დავინახეთ. თორემ მუწუკები არ ჩანდა. აუ, ამას მოაჩვენებ საქაღალდეში რო ჩანდა ეხლა ვერ გავ. ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე ადამიანი ეს იყო. არსენა მარაბდელი. ანუ ნახე, საქაღალდეში დამამნეველი იყო, მართლა ბიტლზი მეგონა, იმიტომ არ ჩანდა რა. მაგარი რუსიკიანი ბიჭები რო იყვნენ. არა, აი როგორ გახვედი ჰარი პოტერზე და დობიზე, ბიჭო. ბიჭო, მაგან დაიწყო ელფების გამათავისუფლება მოძრაობა, ნუ მოკლედ. ჩემი საყვარელი გამათავისუფლებელი. პოტერომანობამ ეს პოტერომანი ვარ, მაგრამ ნუ ძალიან რთულია. კი, რთული იყო და გაუნათდა ნამდვილად. რავი, მოდი ვნახოთ ვიდეო რგოლი და ბატონყმობის გაუქმება საქართველოში როგორ მოხდა, ეგ უკეთ გავიგოთ. ირიმის ომში განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთის მეფე ალექსანდრე მეორე რეფორმების განხორციელებას იწყებს, რაც საქართველოსაც ვრცელდება. უქმდება ბატონყმობა. ყმაგლეხი თავისუფალი მოქალაქე ხდება და საშუალება ეძლევა საკუთარი სურვილის მიხედვით იმოქმედოს. თავადთა ნაწილი ამ სიახლეს უარყოფითად იღებს, რადგან ყმების გათავისუფლება მათი გაღატაკების საშიშროებას აჩენს. დიმიტრი ყიფიანის შემუშავებული უმრავლესობის პროექტი, რომელსაც 224 დიდგვაროვანი უჭერს მხარს, გლეხების უმიწოდ გათავისუფლებას ითხოვს. უსამართლობას ეწინააღმდეგებიან თერგდალეულები. ილია აქვეყნებს კრიტიკულ შენიშვნებს და მემამულესა და გლეხს შორის არსებული ყველა ძაფის გაწყვეტას ითხოვს.
საბოლოოდ რეფორმა მემამულეთათვის ხელსაყრელ პირობებში ხორციელდება, თუმცა სათავეს უდებს თავისუფლებისკენ მიმავალ გზას. ელვისებური სისწრაფით განვითარდა მოვლენები ჩვენს თამაში, მაგრამ ჯერ კიდევ ერთი საქმეა გამოსაძიებელი, ოთო და ამჯერად შენკენ იქნება პასუხის დაფიქსირების პრივილეგია. სიგიჟე შემომთავაზა იმან და სულელობა არ მათქმევია. ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. ჩვენი მეორე საქმის პირველი მინიშნება. ეს კი გამოვიღე დავიდე აქ, მაგრამ მეორე საქმის პირველი მინიშნება უბრალოდ უნდა გითხრათ და ახლა შეიძლება თქვენი დაფები გამოგადგეთ, რომ ჩაინიშნოთ. მინიშნება ჟღერ შემდეგნაირად. ეგვიპტე ძველი წელთაღრიცხვის 51 წელი. ესპანეთი 1464 წელი. რუსეთი 1762 წელი. ინგლისი 1952 წელი. მე ყურსასმენები, კითხვა არ ვიცით. ეგ არის პირდაპირ სამხილი. ეს ხო ესე კითხვა არის? ხო. პირდაპირ სამხილი. აი. ოთო სჯელობა. რაღაცა და საქართველოს უკავშირდება. საქართველოს უკავშირდება. რაღაცა საქართველოს აღარ გითხარით. რაღაც შეიქმნა ამ წელს. ყველგან. ყველა ამ ქვეყანაში. ყველა ამ ქვეყანაში რაღაც მოხდა. იგივენაირი. ეგვიპტეში რა უნდა მოხდარიყო 51 წლამდე. ჩვენ წელთაღრიცხვის 51 წელს. როში დრო გავიდა. კაი. მოიცადოთ მაშინ. გაიკეთე ყურსასმენი და მებო შენი მსჯელობის ჯერია. რაღაცებზე არა ანუ რაღაცა შეიძლება იყოს რაც მაგრამ აუცილებლად საქართველოს ისტორიიდან საქართველოს ისტორიიდან აუცილებლად. მაგიტო ვერ მივხვდი, იმიტომ თავიდან მიფიქრე რომ ყველაფერი ხო ინგლის მაგაზი და ეგვიპტედან და მიფიქრე. რაღაცა ისეთია რაც იქიდან აი იქ იყო, მე აქეთ წაგზა ბოლოს ხო და მაგრამ ეგ მივხვდი რომ ეგ არ იქნება რადგან საქართველოსზე. რაღაც მოვლენები ალბათ, რომელიც ასევე მოხდა საქართველოში სავარაუდოდ რა. შეიძლება ხო და ვერ და საქართველოს წელი არ გითხარით თქვენ. ხო, ხვდები. რა შეიძლება გავიდა დრო. ხო, ოკეი, ანუ არ მაქვს პასუხი. კაი. ოთო. მეგომაც არ დააფიქსირა ვერსია და ჩვენი მეორე მინიშნება არის ვიდეო, კერძოდ ვიდეო ფრაგმენტი. ხო, აი ხარ ვიცი. ახლა ნახოთ ეს ვიდეო ფრაგმენტი. მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას. მე მაქვს პასუხი. მაგრამ შენ ჯერი არ არის. ოთოს ესეთი მარტივი იქნება, რომ პირდაპირ პირველი ინაუგურაცია ვთქვა. 1950 თუ ანუ არ ვიცი, პირველი ინაუგურაციის კადრია. ეს იყო ინაუგურაციიდან. სალომე ზურაბ. პირველის პრეზიდენტებიდან. შენი მსჯელობა? ჩემი მსჯელობა არის რომ ეგვიპტეში აირჩიეს პირველი ინგლისში პირველი ფლათ არჩევანის უფლება არ მგონია კონდა. ხო და კაი, გავიდა. ეგვიპტეში ააშენეს მაშინ რაღაცა სხვა ქვეყნებსაც დახედე. ხო და ეს წლები არის ჩემი ყველაზე ცუდი მხარე დედამიწის ზურგზე და ამიტომ უმეტესობა ადამიანებისა. კაი, უნდა დააფიქსირო რაიმე, ან მითხრა რომ ჯერ თავს იკავე. ნუ რა ვიცი. თუ არ დააფიქსირო არაფერი, თუ რაღაცა ისეთი არ გიქნა. არა, უნდა დავაფიქსირო ყველა ვარიანტში. გინდა რომ დააფიქსირო. სასამართლო რეფორმა პირველი, რა ვიცი, რაღაც. არ ვიცი. აფიქსირებ, დარწმუნებული ხარ. კაი. გამოიცნო. დააფიქსირა ვერსია. ვერ გამოიცანე. ვერ გამოიცნო. მეც დავაფიქსებ მაშინ. დააფიქსირებ პირდაპირ. როგორც 7-3-ია და თავისუფლად შეგვიძლია განაგრძელოთ. პირველი ქალი მმართველი. პირველი ქალი მმართველი, ლოგიკაც ამიხსენი? ალბათ ეს კლეოპატრა არის, ინგლისში მარგარეტ თეტჩერი, ისინი არ ვიცი, მაგრამ აი მგონია რომ პირველი ქალი მმართველი, იმიტომ რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში. და თამარ მეფეს ხო იყო მაგრამ. წავაგე.
არტაგი, არა, უბრალოდ შენი პასუხი მინდა საბოლოო მოვისმინო. თამარ მეფე, რატომ ამ პირველი ქალი მართველი ძალიან დიდხანს უსმენს ანდროი. აი როგორ დავაფიქსირებ სწორად ვერ ხვდები. ხო, ნუ არა, ხვდები რომ ეგ არის, ან ჩემი აზრით ეგ არის რა. თამარ მეფე ხა იმან დამაბნია, მაგრამ ხო და ამიტომ კონკრეტულად დააფიქსირე პასუხი. პრეზიდენტი ხა როგორ იქნება ეგვიპტეში რა უნდა არჩეული, ხალხის არჩეული? კაი, საბოლოო. ეგვიპტეში ხალხი სადაირჩევდა თუ აი? საბოლოო, всё, გავიგე. პირველი ხალხის არჩეული ქალი მართველი. არა, ვიცი რომ ვერ ჩაგითვლი მაგას რა, ვერ ჩაგითვლი. ანუ პირველი ქალი მართველი თითქოს სწორია, მაგრამ ეგ არ არის ჩვენი შეკითხვა მოკლედ. და ოთომ ძალიან კარგი მინიშნება თამარ მოგცა. მეფეც ყავდა და. ვიცი, მან მივხვდი რომ არ იყო სწორი პასუხი. ხო და თამარის გამეფებაა სწორი პასუხი. თამარის გამეფება კონკრეტულად. იმიტომ რომ პირველი ქალი პრეზიდენტი მიუნიშნა პირველ ქალ მეფეზე. სწორი პასუხია. ფუი, ანუ ვიცოდი პასუხი. კონკრეტება იმიტომ მოგთხოვე, შეცვლა კი არ მოგთხოვე. ანუ პირველი ქალი მართველი თამარი იყო, სალობე ხო არ იყო რა, დებილი ვარ მეთქე. და ოთომ გითხრა რომ თამარიც ხო იყო მანამდეო და უნდა დაგეჭირა რომ პირველი ქალი მართველი თამარი. აი მეტი რა მოგიხმა რომ მითხარი, აი. რა გავაკეთე? ანუ ლოგიკას მივხვდი და პროსტა კი, მე უბრალოდ მაგითო გითხრა რომ არ შეცვალო. მე გითხარი დააკონკრეტეთ ხო, ანუ თამარი და პირველი ქალი მართველი რატო არ არის პასუხი? იქნებ მე თამარი ვიგულისხმო, თქვენ რა იცით მე საომერო ვიგულისხმო. ხო და ქალი მართველი ძალიან პირობითი ის არის რა, რა ქვია, შეფასება. 1952 წელს ელისაბედ მეორე ავიდა ტახტზე. ამიტომ პირველზე არ არის რა. მისმის ხო, ქალის გამეფებაზე იყო მინიშნება. ნუ კლეოპატრაზე ხო ყველაზე მარტივად კლეოპატრაზე გავუდგა. მაგიტომაც არის ყოფილი ზუსტი. კაი, ხალხო, მოდი ვნახოთ ვიდეო რგოლი თამარის გამეფების შესახებ დამატებითი ინფორმაცია. რომ იყოს ვიდეო თამარი როგორ არის ტახტზე. მაგის ვიდეოში დამადასტურებელი ცნობები ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ შემეცნებით ვიდეო შეგვიძლია ვნახოთ. მე-12 საუკუნის ბოლო მეოთხედი. გიორგი მესამე მეფობის უკანასკნელ წლებში ხვდება, რომ ქვეყანაში შიდა დაპირისპირების კერა იქმნება. ურჩი ფეოდალები უძეო მეფის გარდაცვალებას ელოდებიან. ამის საპასუხოდ 1179 წელს გიორგი თანამოსაყდრედ მის ქალიშვილს თამარს სვამს. 1184 წლის მარტში გიორგი მესამე კვდება და ერთპიროვნული მეფის ტიტული თამარს ერგება. ინაუგურაცია დიდი ზეიმით ტარდება. კურთხევის ცერემონიალი წინა საღამოს იწყება, როდესაც სასახლიდან ტაძარში აბრძანებენ ფეშხუმზე დადებულ სამეფო ნიშნებს. გვირგვინს, სკიპტრას, ბისონს, ლოროსსა და პორფირს. სწორედ ამ დღიდან იწყება ოქროს ხანად მოხსენიებული თითქმის 30 წლიანი პერიოდი. თამარის მეფობა. ორი რაუნდი გავიარეთ, 4 შეკითხვა გავიარეთ, 7-3 ანგარიში, მაგრამ ვერდიქტის რაუნდში მე 8 ფაქტი უნდა გითხრათ და თუ ბევრში აცდით, შეიძლება რაღაცები შეცვალოთ ამან. აქ ქულები როგორ ითვლება? ყურადღებით იყავით. აქ თითოეული ერთმანეთთან აცდენილი ქულა, ანუ ვთქვათ, ოთომ გამოიცნო, მებომ ვერ გამოიცნო, მიდის ქულაში. რაზეც დაემთხვა თქვენი აზრი, იმის ქულა ჩათვლას აზრი არა აქვს, ხა იმიტომ რომ თანაბარი იქნება მაშინ. აქაც სალზაკი ვამბობთ პასუხს? არა, აქ მაგრამ რაოდენობაში ბევრი გამოჩნდება ქულები და ჩაგვითვალე რა ეგ. როგორ ყველა ამას მეხვეწება. სან როგორ რა უთხარი დაფა? გაგვაწყვეტი. დაფებზე ჩამოწერეთ 8 ციფრი და თითოეულ კითხვას მე მიუწერეთ რაღაც აღნიშნვა რომ მიუხდეს სწორი გგონიათ თუ მცდარი. პირველი. საქართველოს ჯერჯერობით არ გააჩნია კონკრეტული კანონმდებლობა კიბერუსაფრთხოების შესახებ. ამიტომ აღნიშნული სფერო დღემდე დაურეგულირებელია. მეორე. ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილი 17 წლის ასაკში თბილისიდან ციურიხში სასწავლებლად ყალბის საბუთებით გაიპარა. მესამე. 2014 წლის მონაცემებით ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი უშგულია. მეოთხე. გერონტი ქიქოძის მოგონებებში აღწერილია წითელი არმიის ოფიცერი, რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს ცენტრალურ მოედანზე ყვირის გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. მეხუთე.
ძმებმა ზუბალაშვილებმა გახსნეს პირველი უფასო სასადილო სახლი სამადლო, ესე ერქვა, რომელიც კოჯრის გზაზე მდებარეობდა, თუმცა დღეს აღარ არსებობს. მეექვსე 1803 წელს ქართული სამეფო ოჯახის გამოსახლებისთვის დარეჯან დედოფლის სასახლეში მისული გენერალი ლაზარევი უპატივცემულო ჟესტისთვის თავადმა გიორგი ციციშვილმა განგმირა. მეშვიდე 2019 წლის ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე ესეთი ყოფილა. საქართველოს გადაეცა მსოფლიოში პირველი ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის სტატუსი. და მერვე პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხური დრამატული თეატრი მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც სომხეთის ფარგლებს გარეთ სახელმწიფო თეატრის სტატუსით ფუნქციონირებს. დამიბრუნეთ. ოთხი ქულით ვარ წინ, ხო? კი. საქართველოს არ გააჩნია კონკრეტული კანონმდებლობა კიბერუსაფრთხოების შესახებ, ოთომ მიიჩნია, რომ სწორია, მებოს მიაჩნია, რომ არასწორია, სინამდვილეში კანონი ინფორმაციულ უსაფრთხოების შესახებ. არა, მან დაწერა კითხვაში, უყურე კანონი არის, მაგრამ არ გააჩნია როგორი კანონიო. კიბერუსაფრთხოების შესახებ კონკრეტული კანონმდებლობა 2012 წლიდან მოქმედებს, ჩემო ოთო. კი და ეს არის ერთი ქულა მებოსკენ. მეორე, ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილი 17 წლის ასაკში გაიპარა. პირიქით იქნება, მაგრამ ლოგიკას მივყევით თქვენ როგორ გონია, რომ არასწორია, სწორია, გაიპარა. საწმუნებული ვარ უკვე. საინტერესო ქალი იყო, გაემგზავრა ოლღა გურამიშვილი ყალბისაბუთებით საბოლოო დანიშნულების პუნქტი ციურიხი იყო, მაგრამ ჯერ ჟენევაში ჩავიდა და შემდეგ 1874 წელს ჟენევიდან ციურიხში გადავიდა. უშგულზე მებო მიიჩნია, რომ სწორია, ოთომაც მიიჩნია, რომ სწორია და არ არის სწორი. კაი. ყველაზე მაღალი კაი, ეხლა კაი. ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი ევროპაში არის ბოჭორნა, ისევ საქართველოში. მეორე ადგილზეა უშგული და ბოჭორნას ამ სტატუსს უნარჩუნებს ერთადერთი მაცხოვრებელი, რომელიც იქ ცხოვრობს. დასახლებულია. ახმეტის მუნიციპალიტეტში. მაინც ითვლება დასახლებულად ამის გამო. ქიქოძის მოგონებებს რაც შეეხება, მებო მიიჩნია, რომ სწორია და ოთოც დაეთანხმა და სწორია მართლაც ესეთი მოგონებები არის, რომ იქ ვიღაც იდგა და გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოსო იყვირა და ვიღაცა ხელოსანმა მეკუდემ უპასუხა გაუმარჯოს წითელ არმიასო. და მოკლეს. და ესე მოკლესში? შემდეგ მისი ბედი უცნობია ამ ადამიანის. ის ცნობილი ფაქტორია, ხო იცი, ჰიტლერი უგენჩი რომ ტიპი დგას და ხელს რო არ იწევს, დაახლოებით ეგეთი გამოგონებაა საქართველოს შემთხვევაში. ესე იგი, ძმებმა ზუბალაშვილებმა კოჯრის გზაზე მართლა გახსნეს სასადილო სახლი სამადლო, ოთომ არ დაუჯერა ამ ინფორმაციას, არც მებომ არ დაუჯერა და ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა ესეთი სასადილო ზუბალაშვილების. აკეიფარი ხარ ხო უეჭველი მაგალითად, აი აი, მეექვსე ვნახოთ. ლაზარევი უპატივცემულო ჟესტისთვის ციციშვილმა განგბირაო, მებომ დაიჯერა ეს ფაქტი, ოთომაც დაიჯერა. სინამდვილეში მეგობრებო, გენერალი ლაზარევი გიორგი ციციშვილის ქალიშვილმა, მარიამ ციციშვილმა შეხედე იხსნე წერა სანდრო რა. და გადაშალა. და აი გადავშალე რა. ეს არის მაგარიც. ძალიან დიდი ანგარიშით არ მომეგო რა. ტახტზე იჯდა მარიამ დედოფალი. ეს იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი და ლაზარევმა დაუპირა ფეხში მოეკიდევინა ხელი და ესე ჩამოეგდო ტახტიდან და ხანჯალი დააძრო მარიამმა და ესე განგმირა გენერალი. ხო, ის რაღაც ამოხსოვს, ვიღაცა მოკლეს იგი და თვითონ მოკლა მარიამ დედოფალმა ესე. ახი სიტყვებში გვეთამაშებია. ეგ არის. ეშმაკი დეტალებში ხო? მოკლედ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე მართლაც მიიღო საქართველოს. კი, ალბათ ჰეპატიტთან ახმალგვა გამოგებული. პროგრამა გვაქვს. გამახსენდა მეც. ხო და რაც შეეხება ბოლო კითხვას, პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხური დრამატული თეატრი მართლაც ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც სომხეთს გარეთ კი, იმიტომ ჩემი ხო მაგისი არაფრის არ მჯერა ეგეთი კითხვები. არ დაიჯერა. არ დაიჯერა, მებომ დაიჯერა მეორე ქულა. მაგრამ მე რაღაც ვერ გავთვალე, შე რომ გიყვარს ზოგადად ეგ მხარე ძალიან და იქნებოდა სწორი. გიყვარს სომხეთი და აი. არა, სომხეთი ჩვენს გვიყვარს კაცო. მე მეგობრები მიყავს, რომლებიც ვიცოდი ეს ფაქტი, იმიტომ რომ უთქვამთ და ძალიან ამაყობენ და უხარია. სახელმწიფო თეატრის სტატუსი. რომელიც ჯერ კიდევ რესტავრირდება, ხო? მოდი, ბიჭო. არ ვიცი სხვათა შორის. მაგრამ ვიცი რომ 9-3 გახდა ანგარიში და გილოცავ ნახევარფინალს მეგობარო. ი ჯუმბრეჟავა გაარტყა პროსტა. არა, ძალიან გადასარევად გამოიცნო, მაგრამ აი გეხურები, ნუ მიყურები ეგრე.
კარგი. იცი რა, ეს თამაში მოდი პირდაპირ ვთქვათ, მოიგო ელთმა დობიმ. ხო? კი, მაგარ მომაგებინა რა ვინაც ვარ. რომ იქ გავარდა და გავარდა. მადლობა ჰარი პოტერს. ხო. მადლობა. და Rowling. იმიტომ ნახევარფინალში ხარ, აგრძელებ ბრძოლას MetaQuest-ისთვის. ოთო. ო, შესანიშნავი თამაში იყო მაგას. ძალიან მაგარი. მიუხედავად იმისა, რომ მე მებომ დააკამბექა, მართლა კაი იყო, გავერთე ძალიან მაგარია და წარმატებები მინდა გისურვო თავიდანვე ხა. მე რომ გონია რომ შენთან ვარ ხა სახში, არ ვარ ხა მთლად სახში. მე ვარ შენთან სხვა სახში კიდე რა. მეორე სახლში. იქაც ხომ უნდა უთხრა ამ ხალხს რომ ეს არის ძალიან მაგარი ბიჭი, ძალიან მაგარი გუნდით და მინდა რომ ძალიან წარმატებული იყოს. და გამოიწერეთ ის არხი. გამოიწერეთ ჩვენი არხი. რა ჩუმიტაში გქონდა. თაროს თაობა, ეგ ხმამაღალ ტაშებს თქვენ ხართ მიჩეული, მე ესაც მყოფნის. არა, არ ყოფნის. ხალხო, ძვირფასო ხალხო, გამოიწერეთ ჩვენი არხი თაროს თაობა, კომენტარებით დაგვიტოვეთ, გააზიარეთ და მოკლედ ვიმეგობროთ მე მგონი ბევრ კარგ რამეს შემოგთავაზებთ ამ არხზე. მე ბოთო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. მადლობა და ოთო, მადლობა ძალიან კარგი იყო შენთან. ჩემთვისაც, ჩემთვის. შევხვდებით მაძიებლის შემდეგ ეპიზოდში. კარგად.